ყველა ქვეყანამ დატოვა, აი რამდენი საელჩოც იყო უკრაინაში, ყველა ქვეყანამ დატოვა კიევი, საქართველოს გარდა. ნუ ამის შემდეგ ახლა ელჩის გაწვევა უბრალოდ და ჩვენთვის რატო იყო ეს ესეთი მნიშვნელოვანი, რატო? იმიტომ რომ თავგანწირობით. ნუ ეს მამაცობა არის ჯერ ერთი. ეს არის ომი, რომელიც პროქსი ომს რო ეძახიან, რომელზეც რეალურად დასავლეთი ევროპა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ შეიცვალა ეს დამოუკიდებულება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ევროპის ქვეყნები ნატოს წევრები არიან, თუმცა ტრამპს სხვა პოზიცია აქვს. ბევრი და მიცვლება, ძველი წესრიგი აღარ არსებობს, ახლა ამბობენ რომ რაღაცა სოფლიო იცვლება, სოფლიო კი არ იცვლება, სოფლიო შეიცვალა უკვე. არ არის ამ კონფლიქტის გადაწყვეტის რეალური სურვილი და პირიქით ესკალაცია, მუდმივად ესკალაცია მიმდინარეობს. მეხუთე წელია უკრაინა იცავს ევროპის უსაფრთხოებას. უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო როგორც ადამიანური, ასევე ინფრასტრუქტურული და ეკონომიკა ჩამოიქცა და ყველაფერი და შენ ელაპარაკები ახლა რომ აიცი შენ ახლა ომში ხარ ვერ მიგიღებ, მაგრამ ომის შემდეგაც შენ ერთი 10 წელი დაგჭირდება რომ ჩვენამდე მოხვიდე. ორი ნეიტრალური სახელმწიფო ძალიან მოკლე ვადებში გახადეს ნატოს წევრი. ჩვენ გავართ ვაკაკუნებთ მეოთხე საუკუნეა, დრონებმა მთლიანად შეცვალა ომის ხასიათი შეცვალა მთლიანად. ანუ შენ დღეს ბრძოლის ველზე ვეღარ იმალები. მეორე მსოფლიო ომში ახერხებდა სტალინი აეროსტატები დაფრინავდა და მოსკოვის თავზე ბადეები იყო და ასე შემდეგ. მთელი მოსკოვი იყო დაფარული. ქვიშაში ჩამარხეს მთელი მოსკოვი. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე ჩვენ არავისთვის არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, არავისთვის. ერთია რამდენი იქნება მსურველი და მეორეა რამდენს ექნება ამის იმედი, ანუ რამდენს ჯერა რომ საქართველოს ნატოს წევრი გახდება. გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი გახლავთ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე. სანამ სტუმართან გადავალ კითხვებით, რომელიც რასაკვირველია უსაფრთხოებას საკითხებს შეეხება და ზოგადად პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, მინდა გთხოვოთ ტრადიციულად რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და დააკომენტაროთ ეპიზოდის შესახებ, თუ გაქვთ რაიმე მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და მოიწონოთ ეს ვიდეო. წინასწარ ძალიან დიდი მადლობას გიხდით ამისთვის. ბატონო ამირან, დიდი მადლობა მოსვლისთვის, ძალიან მიხარია და დიდ პატივია ჩემთვის რომ მოვწანდით და მადლობთ მოწვევისთვის პირიქით და წარმატებებს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა. მე თქვენს მოსაზრებებს, რომელსაც ხშირად აქვეყნებთ Facebook-ზე, ძალიან აქტიურად ვადევნებ თვალყურს და თქვენ თვითონ ძალიან აქტიურად ხართ ჩართული ამ პროცესებში და აწვდით მოსახლეობას ინფორმაციას, საინტერესო ანალიზს. პირველ რიგში საუბარი მინდა დავიწყო თემით, რომელიც ახლახანს მოხდა, ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, რომელიც შედგა ერევანში და ეს შეხვედრა მოხდა, როგორც ვიცით, ზელენსკის ინიციატივით. ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, რა კომენტარს გააკეთებდით, რა არის, ანუ რას ნიშნავს ეს და არის თუ არა დაინტერესება, ასე ვთქვათ, უკრაინის მხრიდან ჩვენს მიმართ და ზოგადად შეიცვალა თუ არა ამ მხრივ რაღაცა დამოკიდებულებები და რიტორიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. პირველ რიგში მისასალმებელია, რა თქმა უნდა, იმ მძიმე ფონის შემდეგ, რაც ამ წლების განმავლობაში მისდევდა უკრაინა საქართველოს ურთიერთობებს, რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე, ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი და გართულდა, თუმცა იქ მანამდეც ჩვენ ვიხილეთ ეს არაზნის კონტეინერის სპეცოპერაცია, რაც იყო, ძალიან არასასიამოვნო, რბილად დავარქვა, დიპლომატიურ ტერმინებსაც არ გამოვიყენებ, ძალიან რბილად ვიტყვი. და შემდგომში როგორც განვითარდა, ჩვენ გვახსოვს მთელი რიგი განცხადებები უკრაინელი მაღალჩინოსნების, როგორც პოლიტიკოსების, ასევე ჩინოვნიკების, პრეზიდენტის აპარატიდან და მთელი ეს დაძაბულობები ჯამში დასრულდა ურთიერთობების გაყინვით სრულად. ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს ყველგან სადაც კი მისთვის ეს შესაძლებელი იყო, მხარს უჭერდა უკრაინას და დღესაც უჭერს. ასობით რეზოლუცია შეუერთდა საქართველოს და
იცავს იმ სასანქციო პოლიტიკას, რაც არის დაწესებული. ერთადერთი ჩვენ არ უწესებთ რუსეთს სახელმწიფო სანქციებს, იმიტომ რომ ეს არათუ დააზარალებს, დაანგრევს საქართველოს ეკონომიკას, ისედაც ხედავთ რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში, რა ხდება რყევებია პირდაპირ ნავთობის ბირჟებზე გაძვირდა ორჯერ ომია ჩვენს აქეთ არ ყოფნიდა უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება დაემატა ჩვენგან სამხრეთით ომი და ასე შემდეგ, ამ ფონზე რა თქმა უნდა სასურველი იქნებოდა უკრაინა-საქართველოს შორის ყოფილიყო ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა უამრავი მიმართულებით. ჩვენ ვიყავით და ვართ სოლიდარულები და უჭერთ უკრაინას მის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს. რა თქმა უნდა, გმოვთ იმ აგრესიას, რაც ჩვენ გამოცდილი გვაქვს უკვე ჩვენს თავზე არაერთხელ და სოლიდარობაც გამოვხატეთ სხვა გზითაც, ჩვენთან არიან უკრაინელი დევნილები, ოჯახებით აღარ მოყვები მე არავის არაფერს ვაყვედრი ჩვენ გვჩვევია ქართველებს და არა მხოლოდ ჩვენ მივიღეთ ეს ხალხი რამდენიც ჩამოვიდა იმდენი მივიღეთ მეტი რო ჩამოსულიყვნენ ალბათ იმ მეტსაც მივიღებდით გავიჭირვებდით ხო ჩვენ არ ვართ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო რომ ესე მილიონები ვხარჯოთ მარცხნივ მარჯვნივ ხო სხვა მხრივაც სიხო გენერატორების გაგზავნა, ჰუმანიტარული დახმარების თუ სხვა ხო ერთადერთი რასაც ჩვენ თავს ვარიდებდით და ვარიდებთ ეს არის ოფიციალური სამთავრობო მხარდაჭერით რაღაც პროცესებში ჩართვას გვახსოვს თხოვდნენ სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანიზებით თვითმფრინავის გაგზავნას და მოხალისეების ანუ როცა ამას შენ ორგანიზებ შენ ხარ მხარე ახლა რუსეთი დიდი ხანია ემუქრება ევროპას უკრაინის მხარდაჭერისთვის აი აცხადებენ რომ ესა და ეს ობიექტები ქვეყნები არიან რუსეთის კანონიერი სამიზნეები, მაგრამ ნუ ნატოს წევრ ქვეყნებს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერ უბედავენ. ჩვენ ნახეთ ახლა ირანმა როგორი ასიმეტრიული დარტყმები განახორციელა თუ გვექნება ამ თემაზე საუბარი, ვისაუბრებთ, მაგრამ ირანმა დაარტყა ყველა ქვეყანას და ყველა ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებულ ამერიკულ ბაზას. რუსეთი ჯერჯერობით უკრაინის იქეთ ვერ ბედავს, ვერ ცდება. მაგრამ ვერ უბედავს, ვიმეორებ დღეს ვერ უბედავს, ხვალ შეიძლება შევიდეს ომში, არ ვიცი. მაგრამ საქართველოსავით პატარა ქვეყანას სიამოვნებით დაარტყამდა რაიმე საბაბი რო ქონოდა. ახლა ბევრი ამ თემაზე სპეკულირებს, რომ აი რუსეთს საბაბი არ ჭირდება. ნუ ჭირდება თუ არ ჭირდება, ყოველ შემთხვევაში ხერხდება ის, რომ მეხუთე წელია ომი მიმდინარეობს და აქტიურ დაპირისპირებაში არ შევდივართ, ხო? არც ეკონომიკურ და არც სამხედრო დაპირისპირებაში. ეს არის, რასაც ჩვენ ვარიდებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხო, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. და სხვა მხრივ, ხო, ვიმეორებ, დაწყებული სოლიდარობიდან დამთავრებული ჰუმანიტარული დახმარება იქნება თუ საერთაშორისო დონეზე არა უბრალოდ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს და უკრაინის სასარგებლოდ უამრავ რეზოლუციაზეა ხმა მიცემული, არამედ ხშირად ინიციატორები ყოფილან სხვა ქვეყნებთან ერთად, ხო, და ну ეს არის მაქსიმუმი რაც შეუძლია საქართველოს. თავარი რაც არის ახლა და ეს პრეზიდენტმა ზელენსკიმაც და მისი მთავრობის წევრებმა, იქ პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაქვეყნეს სოციალური ქსელების მეშვეობით, არის ის, რომ დიალოგი უნდა გააგრძელდეს ყველა დონეზე. რაზე ისაუბრეს და როგორ ეს დეტალები
როცა შეხვედრა შედგა უკრაინის ინიციატივით, თუ მოისურვებენ დეტალების გასაჯაროებას, მათ უნდა გაასაჯაროონ. ახლა არაკორექტული იქნება, რომ ეს დეტალები პრემიერმა გამოიტანოს. და მოტივი ახლა კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ მე დეტალებში არ მინდა შესვლა, მიუხედავად ისა, რომ დავუშვათ რა შეიძლება მე ვფიქრობდე. ხო? ჩემთვის თავარია, რომ ეს არ შეჩერდეს. და დაიწყოს იმ ძიმე სურათის გამოსწორება, რაც ამ ომიდან გამომდინარე შეიქმნა ორ სახელმწიფოს ურთიერთობებს შორის. ესაა მთავარი. და როცა ამბობენ, რომ ყველა დონეზე, ესე იგი აქ უნდა წავიდეს. ახლა მანამდე იყო აქტიური კონტაქტები საპარლამენტო, ჩვენ გვინახავს შალვა პაპუაშვილის ვიზიტი უკრაინაში, უშუალოდ სპიკერებს შორის იყო რაღაც მჭიდრო კონტაქტები, კავშირები, სხვა კავშირებიც, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. უნდა აღდგეს ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა, ელჩების დანიშვნა და კონტაქტები მთავრობებს შორის. ისინი უნდა შევიდნენ იმ მდგომარეობაში, თუ რა არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, რისი შესაძლებლობები აქვს საქართველოს, რაზე არ სურს წასვლა და აქედან გამომდინარე უნდა ააწყონ პოლიტიკა. მე არ მინდა ახლა ამის განხილვა, რა მოტივები შეიძლება გქონდეს პრეზიდენტ ზელენსკის და ზოგადად უკრაინას. და რამდენად როგორ და რანაირად დაიგეგმა ეს, რატომ დაიბადა საერთოდ უკრაინის მხარეს, რატომ დაიბადა ეს იდეა ამ კონტაქტის და ასე შემდეგ. შეგნებულად ამ დეტალებში მე არ შევალ. გამოჩნდება რა მოკლე ვადებში რა ნაბიჯები იქნება გადადგმული და უკრაინის ქმედებებიდან გამომდინარე, მათი ნაბიჯებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოსაც ექნება სათანადო პოზიცია, თანმხვედრი პოზიცია. და თანმხვედრი ნაბიჯები. წარმომიდგენია ასე წესით, ანუ საქართველოს არ გაუწევია ელჩი. საქართველოს არ შეუწყვეტი არანაირი ურთიერთობა. ხო, ჩვენი საელჩო და ელჩი პირადად ზუსტად იმ მომენტში იყო კიევში და აგრძელებდა თავის საქმიანობას, როცა არა უბრალოდ იბომბებოდა კიევი, ორი მხრიდან რომ დაბლოკილი იყო, უფრო დასავლეთის მხრიდან, უფრო სწორად აღმოსავლეთის მხრიდან ბოდიში და ცდილობდა რუსეთი, რომ დასავლეთიდანაც დაებლოკა. ფაქტობრივად იყო საშიშროება გარკვეულ პერიოდში, რომ უკრაინის დედაქალაქი შეიძლება რუსეთს ალყაში მოექცია. ამის მიუხედავად ჩვენ საელჩოს არ დაუტოვებია კიევი. ყველა ქვეყანამ დატოვა, რამდენი საელჩოც იყო უკრაინაში, ყველა ქვეყანამ დატოვა კიევი, საქართველოს გარდა. ამის შემდეგ ახლა ელჩის გაწვევა უბრალოდ და ჩვენთვის რატო იყო ეს ესეთი მნიშვნელოვანი, რატომ? იმიტომ რომ თავგანწირობით. ეს მამაცობა არის ჯერ ერთი და თვითონ საელჩოს მხრიდანაც, ელჩის მხრიდანაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც იყო ეს მზადყოფნა ამისი, ხო? რთული ახლა ელჩს უბრძანო, რომ ყველა წავიდა და შენ დარჩი, მაგრამ იყო საელჩოს თანამშრომლების მხრიდან ეს მზაობა, რომ მივხვდი, ქვეყნის ხო, თვითონ იმ ქვეყნის მხრიდან რომ ასეთი დამოკიდებულება არის, ჩვენ რატო ვიყავით ასეთი? ახლა გარიყო თავში ასე გამწვავებული, მერე და მერე კიდევ არის ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ კიევთან ხო რუსეთი მალევე შეიჭრა სადღაც მეორე დღეს უკვე ომის დაწყებიდან უკვე კიევთან იდგნენ. ხო და ახლა საელჩოს იქ ფუნქციონირება მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც იმ მხრივ, რომ იქ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ, ხო, უამრავი ქართველი ცხოვრობს უკრაინაში და კიევში კონკრეტულად. ხო და ამ ყველაფრის შემდეგ ახლა რა თქმა უნდა გავგებრობას რო თავი დავანებოთ, მარტივად ადამიანურად საწყენი იყო როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ყველა მოქალაქისთვის, მაგრამ გადავფურცლავთ უფრო სწორად, მოდი ასე ვთქვათ, ჯერ არაფერი არ არის, ჯერ ახლა პირველი ნაბიჯი გადაიდგა, თუ ამას მოყვება გაგრძელება, ახლა იმ მეგობრული
პოსტებიდან გამომდინარე, რაც უკრაინის პირველმა მეგობრული, უпростоრად კონსტრუქციული მოდი ასე დავარქმევდი და იმედის მომცემი იმ კუთხით, რომ ეგ ბოლო აბზაცში აი ეს იმედები იყო გამოთქმული, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს ყველა დონეზე, ხო? აი ვიქონიოთ იმედი, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება, მაგრამ წარმოუდგენელია საელჩოების აღდგენის გარეშე. ეს წარმოუდგენელია, უბრალოდ რანაირად უნდა კონდეს სახელმწიფოსთან ეს ელემენტარული აღარ შევალა კონვენციებში და ასე შემდეგ. პირველი ნაბიჯებია ეს ხო საელჩოების გახსნა და საელჩოების ნორმალური ფუნქციონირება. და ამის შემდეგ უნდა მოყვეს გაღრმავებები და დანარჩენი ნახოთ რა ინტერესებია უკრაინას. რას გულისხმობთ ამ ურთიერთობების დალაგებაში, გაღრმავებებში? ანუ რა ნაბიჯები უნდა გადადეთ? ზოგადად აი რა კუთხით უახლოვდებით ერთმანეთს? რა არის ასპექტებში? საკითხები ახლა ჩვენ ვიცით მაგალითად რომ წინა ხელისუფლების რამდენიმე და პირი რომლებიც გასამართლებულია იმყოფებიან უკრაინაში და ბევრი მაღალ თანამდებობას ეს პრეტენზიები აქვს ჩვენს ხელისუფლებას. ახლა რაზეა მიმართულებით უკრაინა წამსვლელი ეს ერთი თემაა. უკრაინასაც ანალოგიურ რაღაც ინტერესები აქეთ შეიძლება კონდეს, მაგრამ მე ახლა ამ წვრილმან დეტალებში არ შევდივარ, ანუ სახელმწიფო ინტერესები გაცილებით ფართოა და გაცილებით მაღლად დგას ამ ყველაფერზე. და პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვამბობ, საელჩოების აღდგენა, რიტორიკის შეცვლა, ხო, გადაყვანა. ანუ ესე მარტივად არ ხდება ურთიერთობების აღდგენა, ხო? გუშინ გამოდიოდა მაგალითად ვინმე მრჩეველი პირობითად რომელიმე კანცელარიის და საქართველოს მისამართით რაღაც ძალიან მძიმე და ხელისუფლების მისამართით მძიმე განცხადებებს აკეთებდა და უცებ ახლა ფირფიტა გადატრიალდება. როგორც მინიმუმ ეს უნდა შეწყდა, ანუ იწყება საელჩოების აღდგენით. მე ასე მეხატება, ახლა მე აქ ვერავის პოზიციას ვერ გავახმოვანებ. საელჩოების აღდგენა, იმ მძიმე რიტორიკის შეცვლა და შემდგომში უკვე ნაბიჯები, კონტაქტები როგორც არის სახელმწიფოებს შორის, რომელ რუსულ ორბიტაზე საუბრობენ, აი რაღაცა ფაქტი, გარდა ვაჭრობისა და კულტურული ურთიერთობებიც კი აღარ არის. ჩვენ გვახსოვს კარგად ხო აგვისტოს ომის შემდეგ ორ თვეში კულტურის მინისტრს ისეთი წერილი გაუგზავნა, არ ვიცი ახლა აი მეფის რუსეთის დროს რო წერა თქვენ აღმატებულებაო და რაღაც ესეთი და შემდეგ სააკაშვილის მიმართვა ომიდან 6 თვეში, რომ ზად ვართ ურთიერთობებისთვის, ვითომ იქ რაღაცა ზილანძღება, მაგრამ სინამდვილეში სთავაზობს ურთიერთობების აღდგენას. ოკუპანტ ქვეყანაზე ახლა აი ცხედრები არ გაცივებულა. თებერვლის თვეში, აგვისტოში ომი დამთავრდა, ოქტომბერში წერილი გაგზავნეს, ალბათ შუალედში კიდევ რაღაც მთელობები ექნებოდა და თებერვალში სტუდენტებს ესაუბრება და რუსეთს გზავნილებს უგზავნის. პუტინთან წერილი გაატანა პატრიარქს და მთელი ამბები ამას აკეთებდნენ. მერე ჩააბარეს ლამის ნახევარი ეკონომიკა, უამრავი მსხვილი ობიექტი მიყიდეს რუსეთს. ვტო-ში მიიღეს, საზღვარზე ხვდებოდა მერე ბოდიში ჟარგონისთვის და გააბაზრა თვითონ სააკაშვილმა. ჩვენ ვიცოდით ერთი დახვედრა, ერთი ვიდეო ლარზე და უკრაინულ ლარზე ინტერვიუს დროს თვითონ ყვება, რომ მე გამაკრიტიკესო რუს ტურისტებს რო დახვდიო და ამის მე რო ფარულად ხვდებოდიო 30 ჯერ 40 ჯერ შევხვდის რუს ტურისტებს ლარზეო. ანუ აი მას აკეთებდა პრეზიდენტი მესაზღვის რიგითი მესაზღვის როლში იდგა და რუს ტურისტებს ხვდებოდა და რა ვიცი 2012 წლის ინტერვიუები რო ამოიღოთ მათ შორის რუსულ ენაზე, რომ ლამის, ესე იგი, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ლამის ჩემოდნით აპირებდა სააკაშვილის მოსკოვში ჩატანას. ახლა გადატანითი მნიშვნელობით თქვა, დიდია ჩემოდანში არ ჩაეტევა და ვერ ჩამოვიტანო, თორე ანუ პატარა რო ყოფილიყო და დიდი ჩემოდანი, ანუ ჩაატევდა და ჩაიტანდა, ესე გამოდის. ახლა მეც ვუტრირებ, თვითონაც უტრირებდა, მაგრამ შეთავაზება იყო. მზად ვართ რუსეთთან ურთიერთობების ყველა თემაზე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და წინა პირობების გარეშე, აი ამას საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა. შენახული მაქვს, გამქრალია ეგ სააგენტოც აღარ არსებობს
დაიხურა ვენედიქტოს მისცა ეს ინტერვიუ, მაგრამ მე შენახული მაქვს სკრინების და აუდიოც ამ იმისი. ანუ მე ახლა ვაშაძე კი არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში. მაშინდელი ხელისუფლება აი ამას თავაზობდა რუსეთს და ამას არ იღებდა არავინ საქართველოს დაბრუნებას რაღაცა რუსეთის ორბიტაზე. პირიქით მაშინდელი ამერიკის ხელისუფლება ეუბნებოდა საქართველოს რომ დაალაგეთ რუსეთთან ურთიერთობები. დღეს გეუბნებიან რომ თავი შეყავი ლომის ხახაში. აი ამას გეუბნებიან. და არაფერი აკეთება, რა ვიცი, მე ერთი რაღაცა შეხვედრა იყო მაშინდელი აღარ მინდა წინას საგარეო საქმეთა მინისტრი შემთხვევით სადღაც გაეროს დერეფნებში გადაიკვეთა ლავროვთან და ანუ ამაზე ატყდა მთელი ამბავი, რა ვიცი, 7-8 წელია უკვე გასული. აი კონტაქტები არ არის არანაირი რუსეთთან. გარდა ვაჭრობისა, მე რატო გავიხსენე 2012 წლამდე პერიოდი? 2009 წლიდან დაიწყეს პირდაპირ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. ოკუპანტ ქვეყანას ჰესები მიყიდეს, რა ვიცი, მე ქარხნები თუ რაღაცა გქონდა, ყველაფერი მიყიდეს. ხო? მადნეული ყველაფერი. და ეს არ ითვლებოდა იმათ და დღეს ახლა ისინი მედასავლეთეები იყვნენ. და მაშინ დაწყებული სავაჭრო ურთიერთობები გრძელდება დღეს, არაფერი ახალი არ არის. და მეტი არაფერი და მაშინ დაწყებული კულტურული, მაშინ მეტი კონცერტები იმართებოდა რუსეთში და პირიქით ვიდრე დღეს ესეც არ არის. რაზეა საუბარი, რას ნიშნავს ორბიტის შეცვლა? აი ხო უნდა იყოს რაღაცა დასაბუთებული, ხო? აი მე ასე მაწყობს და დაგიძახე პირველი ვინც დაასწრებს რუსოს დაძახებას ეს არის? და მაშინ ისინი უფრო მეტად არიან. ვინც ახლა დღეს ამას ატრიალებს. მაგაძე მეტი ვინ არის? ქვეყნის მეხუთედი ჩააბარეს, არ მიყვარს მე ციფრებში ისა, 2 რეგიონია ჩააბარებული პირდაპირ. როგორ ჩააბარეს, რატომ განზრახ უნებლიოთ უჭკუობით, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მადროს დაიკარგა კონტროლი ამ ტერიტორიებზე. და დანარჩენი მოუყევი ახლა ვეტეო, უვიზო, საზღვარზე დახვედრა, კონცერტები, ჰესების მიყიდვა. გაყიდეს ჰესი იმ ჰესით პარლამენტი ააშენეს და ტრაბახობდნენ, როცა რომ ეკონომიკაში უნდა ჩადებულიყო. მსოფლიოში მსგავსი რამ რო გაყიდო ჰიდროელექტროსადგური და იმით შენობა ააშენო, ეს არის აი არ ვიცი, რა დავარქვა ამას ეკონომიკური უწიგნურობა მინიმუმ, თორე ახლა კორუფციული კიდე ცალკე სხვა თემაა. და დღეს რა არის, რას ედავებიან, რა უნდა გააკეთოს, დედა უნდა აგინოს ხელისუფლებამ პუტინს და აი მაშინ იქნება ანტირუსული, თუ რა, აი რაზეა საუბარი. ხო და ამ წლების განმავლობაში განსაკუთრებით ომის დროს მით უმეტეს რაც დაიწყო საერთოდ არაფერი არ ყოფილა, მცდელობაც კი არ ყოფილა რაიმე ურთიერთობების. თუმცა ჩვენთან იყო რამდენიმე გადატრიალების მცდელობა ზუსტად. გადატრიალების რამდენიც გაგიხარდება. 5 გადატრიალების მცდელობა, ეს რაც დათვლილია და რაც ის არის, რა ქვია, აღკვეთილი იქნა და აგრძელებენ კიდევ. ხო და იმ ძალების მოსვლის სურვილი, ასე ვთქვათ, რომლებიც ალბათ აი ესე ყველა მათ ბრძანებას შეასრულებენ, ხო, ამ მიმართულებით. თუ როგორ აი უსაფრთხოების კუთხით. მანდ ბევრი რამ არის, იგი ერთი რომ ჯერთი მოდი ასე ვთქვათ, უკრაინის ომი გრძელდება. მე ხლა ამას არ უკავშირებ ზელენსკის და კობახიძის შეხვედრას და გასაგებია რომ ჩვენ აქ არც მეორე ფრონტს გავხსნით. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ინიციატივით ახლა თუ რუსეთი uns დაგვიწყებს, მოგვიწევს თავის დაცვა. მაგრამ ამოცანა არ იხსნება თვითონ იმ ძალებისთვის, რომელ ძალებსაც სურდათ აქ რომ ჩვენ რაღაცა სადგისი გვეჭხლით და რუსეთისთვის სადგისი იქნებოდა თუ ცოტა უფრო მტკივნეული, ახლა მაგაზე მე ჩვენს ნაკლოვანებებს და ბრძოლის უნარიანობას კი არ ვაკნინებ, უბრალოდ გეოგრაფიული და სხვა ვითარებიდან გამომდინარე არ ვარ სახარბიელო პოზიციაში ახლა იმისთვის რომ რუსეთს იქეთ შეუტიოთ. ჩვენი საფიქრალი გვაქვს ჯერ კიდევ 2008 წლის შემდგომ არის მანამდელს რო თავი დავანებოთ გაცხადებული თვითონ წინა ხელისუფლების მიერ და ეს ხელისუფლება აგრძელებს იგივე გზას რომ ჩვენ მშვიდობიანად უნდა აღვადგინოთ, ხო, რატო ქონდათ რაღაც
პროექტები რო აი აფხაზეთის საზღვართან რაღაც უნდა ვაჩვენოთ, რომ აქეთ ყვავის ყველაფერი და თვითონ მოუნდნენ, ანუ შენ თუ ომს აპირებ საზღვრის ფრონტის ასე ვთქვათ ხასთან ხო არა აშენებ რაღაცებს, ხო? პირიქით თავდაცვითი მინიმუმ თავდაცვითი ზღუდეები და რაღაც სამხედრო ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყო და რაღაცა პორტებს რო აშენებ, ესე იგი ომს არ გეგმავ, ხო? ანუ წინა ხელისუფლებიდან მოყოლებულიყო ეს პოლიტიკა, რომ ჩვენ მშვიდობიანი გზით უნდა გადავწყვიტოთ ეს კონფლიქტი, ორი კონფლიქტი, რომელიც გვაქვს ჩვენს ტერიტორიაზე. მაგრამ ომი გრძელდება რუსეთ-უკრაინას შორის, არსებობენ სოფლიოში ძალები, ხო, ამაზე რამდენიც უნდა იცინონ და იღლიცინონ, ვისაც ეს საღლიცინო თემად მიაჩნია, ხო, და არსებობენ ძალები, რომლებსაც არ მოხსნიათ ინტერესები რუსეთთან მიმართებით, როგორც მინიმუმ რუსეთის დასუსტება. დღეს აქცენტები ჩინეთზე გადადის, ამერიკის ეს გასაგებია და რაც ხდება ახლა ჰორმუზის სრუტეში და ზოგადად ირანთან მიმართებით, თავარი სამიზნე ჩინეთია და იქ არის მოლოდინები კიდევ ინდონეზიასთან სხვა სრუტეში გადაინაცვლოს ამ კონფლიქტმა და ეს სოფლიო ეკონომიკას იმაზე მეტად დაარტყამს ვიდრე ჰორმუზის სრუტე, გაცილებით მეტად. ჩვენზე აისახება ჰორმუზის სრუტე. ჩვენ გვესმის რამდენიმე წელია და განსაკუთრებით ბოლო 1-2 წელი, რომ ევროპა იმზადება რუსეთთან ომისთვის. რუსეთზე თავდასხმისთვის კი არა, რუსეთთან ომისთვის. ანუ ევროპა ფიქრობს, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი მიადგება ევროპას. ეხლა სიმართლეა ეს, არა სიმართლე, აქვს რუსეთს ამის შნო, თუ არა აქვს, ანუ მე რას ვფიქრობ ამაზე, სხვა თემაა, ხო? ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და დღეს არა სხვა დროს არ აქვს მნიშვნელობა გადაცემის მიღმა. ეს სხვა თემაა, ანუ მე ვთვლი, რომ რუსეთს არ აქვს იმის პოტენციალი, მით უმეტეს ახლა მალევე უკრაინის ომის შემდეგ, იმიტომ რომ იფიტება ეკონომიკურად და თუ არ ხედავთ ახლა იმ კადრებს, რომ ძალით მიათრევენ კომისარიატებში რუსეთის მოქალაქეებს, ყოველ შემთხვევაში დაუყულები ძალიან ბევრი ყავთ და დაჭრილებიც. გამიგეთ და ეს სასაფლაოების ვიდეოები და ფოტოები ნელ-ნელა რუსეთშიც ჩდება ისე როგორც უკრაინაშია. დიდი ქვეყანაა, უფრო რიცხოვნობით ლამის სამჯერ მეტია უკრაინაზე, ტერიტორიულად რა ვიცი, გაცილებით მეტი, ალბათ 20 ჯერ. მაგრამ საუბარი ხო არის იმაზე, რომ უკრაინა რეალურად უკრაინას ხო და ყურეთ ანუ რუსეთი ებრძვის უკრაინის ასე ვთქვათ ეს ესეთი ომი, რომელიც პროქსი ომს რო ეძახი, რომელზე რეალურად დასავლეთი ევროპა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ შეიცვალა ეს დამოუკიდებლობა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ევროპის ქვეყნები ნატოს წევრები არიან, თუმცა ტრამპს სხვა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით. აი ამ ვითარებაში და კომბინაციაში როგორ წარმოგიდგენიათ? ნატოს და ზოგადად ამერიკა ევროკავშირის ურთიერთობები კიდე ცალკე თემა და ცალკე პრობლემაა. მე საერთოდ მემყავდა უყურეთ უკრაინა რუსეთის ომიც რომ დამთავრდეს, წელს იქნება ეს თუ გაისად იქნება, ახალი დაპირისპირების თემა არ ქრება. ესა რუსეთ ნატოს თუ რუსეთ ევროპის და კონტინენტზე ვისაუბროთ, ანუ იქ ახლა რა ფორმით ჩაერთვება ევროპა, ნატო იქნება თუ ევროკავშირი თუ უბრალოდ სხვა ქვეყნების კოალიცია, ან უფრო ფართო კოალიცია იქნება ვიდრე ნატო და ევროკავშირია. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას 50 თუ 51 ქვეყანა ეხმარება და ნატოში ან ევროკავშირში გაცილებით ნაკლები წევრია, ხო? ანუ თემა არ ქრება რუსეთთან დაპირისპირების და თუ თემა არ ქრება რუსეთთან დაპირისპირების, ეხლა უკრაინა გავწიოთ გვერდით და უკრაინას რა ინტერესები ქონდა საქართველოსთან. ხო არიან სხვა ძალები, სხვა სუბიექტები, სხვა ქვეყნები, რომლებიც საუბრობენ რუსეთთან შესაძლო დაპირისპირებას. იხსნება ამოცანა, რომ რუსეთის ირგვლივ გარდა იმ ფრონტის ხაზისა, რომელიც დააკავშირებს რუსეთსა და
და მეორე მხარეს გააჩნია რომელი ქვეყნები იქნება ეს ბალტიისპირეთი, პოლონეთი, ვინც ესაზღვრება ხო, ევროპა. იხსნება ის ამოცანა, რომ აი ამ დაპირისპირების ხაზის გარდა რუსეთს სხვაგანაც კონდეს ცხელი წერტილები, თუ ომში ჩვენ რო ვიყოთ იქეთ ამ მხრიდან, ჩვენც ხო გვექნება იგივე ინტერესი, რომ სხვამაც შეუტიოს ან სხვაგანაც გაეხსნას რუსეთს და გაეფანტოს ძალები. ანუ ის ამოცანა რაც იყო 2022 წელს, ვისაც არ ჯერა, ახლა არ მაქვს მე მათთან საკამათო. ხო. ხო? საფრთხე რჩება თვითონ ახალი დიდი ომის, ხო, ამას მიხვარ ვიგონებ. პირდაპირ ამბობენ, შარშან ამბობდნენ ამას შარშან წინ, რომ აი 2028-30 წლებში ჩვენ უნდა ვიყოთ მზად რუსეთთან ომისთვის. გერმანია აგერ ახალ დოქტრინას იღებს, მიიღო უკვე ფაქტობრივად ისეთი დოქტრინა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ანუ ცივი ომის პერიოდში მსგავსი დოქტრინის მიღება წარმოუდგენელი იყო უბრალოდ. იაპონია ხსნის შეზღუდვებს იარაღის რეალიზებაზე და ასე შემდეგ. ბევრი რამ იცვლება, ანუ ძველი წესრიგი აღარ არსებობს. ახლა ამბობენ რომ რაღაცა მსოფლიო იცვლება. მსოფლიო კი არ იცვლება, მსოფლიო შეიცვალა უკვე დიდი ხანია. ანუ მინიმუმ უნდა ვთქვა ჩვენ რომ 2022 წელს. და დღეს მიდის აი ამ უკვე ჩამოშლილი არქიტექტურის ახლიდან უბრალოდ დაწყობა არ მიდის, შენ მიდის ძალის დემონსტრირება. ხო, აი ვისაც უფრო მეტი ძალა აქვს და დემონსტრირება და ახლა დავწერე სოციალში არ მიაქციეს ყურადღება, გავიმეორებ, აი სრუტეების ადრე თუ ეს არქიტექტურა ამ შეთანხმებებს დაეფუძნა, ახლა მიდის რაღაც სრუტეების, ანუ მაშინ იყო ბირთვული იარაღი და ორ ბირთვულ სახელმწიფო შორის მოხდა ეს შეთანხმებები და ესე ააწყვეს, ანუ ფაქტობრივად ბირთვული იარაღის გამოყენების შიშმა გამოიწვია ეს ყველაფერი და გაეროს შექმნაც ამას ემსახურებოდა, რომ არ განმეორებულიყო მეორე მსოფლიო ომის მსგავსი მასშტაბური ომიდან გრევა, რასაც მოყვა ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განადგურებასთან ერთად ათეულობით მილიონი ადამიანის დაღუპვა. ხო, დაღუპულია რამდენი და დასახიჩრებული კიდე სულ მცირე სამჯერ მეტი. და ახლა მიდის აი ეკონომიკური კონტროლი, სრუტეები რა არის? ეს არის სატრანზიტო მარშრუტები. ანუ აი სატრანზიტო მარშრუტების გაკონტროლება, კონტროლზე აყვანა და მე აქედან გამომდინარე უკვე რაღაც პირობების შეთანხმება და პოზიციონირება, თორე ახლა ბირთვული პოტენციალი ვისაც აქვს, არსად გამქრალა. მაგრამ აი სხვაგვარ, ანუ ეკონომიკის მეშვეობით იწყება ახალი წესრიგის აწყობა. სხვათა შორის აი უკრაინის ომმა და იმ პირველმა წლებმა რაღაცნაირად ის რეალობა, რაც იყო უკრაინის ომამდე, ერთპოლუსიანობა, გამოკვეთილი როლი და ძალა ამერიკის შეერთებული შტატების თითქოს შეცვალა. და დაიწყო მრავალპოლუსიანობაზე აქტიური საუბარი, სხვადასხვა გაერთიანებები, ბრიქსი გააქტიურდა ძალიან, შოსი და ასე შემდეგ. და აი ახლა ახლო აღმოსავლეთში ამერიკის გააქტიურება, მათ შორის მაგასაც ემსახურება, რომ ეს მოლოდინი მრავალპოლუსიანობის რომ ისევ ჩამოინგრეს და ისევ აჩვენებს, რომ მე ვარ დღეს მსოფლიოში, რომელიც დღის წესრიგს განსაზღვრავს. აი ეს მიდის უკრაინის ომმა შეიძლება ამიტომაც გადაიწია გვერდზე, რომ სხვა ამოცანებია აბსოლუტურად. ხო, როგორც ამერიკის წინაშე და კერძოდ უпростоრად როგორც ტრამპის და მისი ადმინისტრაციის და მის უკანმყოფი ძალების, ანუ წრეების უпростоრად მოდი ასე დავარქვათ წინაშე, ასევე ზოგადად ამერიკის წინაშე. ჩვენ ხო ათეული წლების განმავლობაში ვხედავთ რაღაც გარკვეულ სტაბილურობას იმ მხრივ, რომ ამერიკაში იცვლებიან ადმინისტრაციები, პარტიები ცვლიან ერთმანეთს, ორი პარტია უпростоრად მრავლობითში.
არასწორად გამოვთქვი, ანუ ეს ორი პარტია ერთმანეთს ცვლის, მაგრამ ამერიკა აგრძელებს გარკვეული ხაზით სვლას. შეიძლება რაღაც მეთოდები იცვლება, რაღაც ეტაპებზე ამოცანები, პრიორიტეტები იცვლება, მაგრამ თავისი გზით მიდიან. და მთავარი აქ მათთვის არის ყოველთვის ეკონომიკა, ფინანსები, შემოსავლები. თუმცა ცვლილებამ ტრამპის მოსვლამ ხო შეცვალა რეალურად, თუნდაც უკრაინასთან დაკავშირებით და ევროკავშირთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით აქცენტმა ტრამპის მოსვლამ შეცვალა მეთოდები. და პრიორიტეტები, ხო, პრიორიტეტები, ახლა სხვა წრე მოვიდა, ხო, სხვა პარტია და მასთან დაკავშირებული სხვა წრე, სხვა ინტერესებით და სხვა ხედვით. ახლა რაც დღეს ხდება, ეს შეიძლება დაუშვათ მომხდარიყო 5 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ, რომ მაინც მოხდებოდა. იმიტომ რომ ერთად გაექცევა ამერიკა ჩინეთთან დაპირისპირებას, ეკონომიკურ დაპირისპირებას გულისხმობ პირველ რიგში, რა თქმა უნდა და არა სამხედრო დაპირისპირებას, არ მგონი ახლა სამხედრო დაპირისპირებამდე მოდესმე მივიდეს რაკეტების ბათქაბუს თუ დაიწყებენ, არ ვიცი, მაგრამ სხვა რესურსები ახლა რომ სამხედრო დაპირისპირება მოხდეს ამერიკა ჩინეთს შორის არ არსებობს, ახლა არ აქვს ერთმანეთთან სახმელეთო საზღვარი, ზღვაში ომები. მაგრამ აი ტაივანის საკითხი არის და იგივე ტაივანის საკითხი ხო ხედავთ რომ ჩინეთი ამას წელავს და ბევრჯერ იყო მოლოდინი ახლა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რომ აი ტაივანს დაარტყამს, დაიპყრობს და ასე შემდეგ. არ არის იქაც მარტივად ეს ტაივანის საკითხის სამხედრო გზით მოგვარება ჩინეთისთვის და ნუ ჩინეთში დღეს უჭკო ხელისუფლება არ არის ძალიან გონივრულად და პრაგმატულად უდგებიან ყველაფერს. და ეკონომიკის მხრივაც ხედავთ, რამდენად ვითარდებიან სწრაფად და დღეს ამერიკა და ჩინეთი გამოკვეთილი ლიდერები არიან ამ კუთხით, ევროკავშირი კი ამ ომის ფონზე საკმაოდ დაზარალდა. და ეს პირველად არ ხდება ევროკავშირის თავს. ხო, ეს მინდა კითხოთ ევროკავშირთან დაკავშირებით, აი თქვენ საუბრობდით, რომ შეიძლება მოხდეს რეალურად და თქვენ არა მარტო თქვენ, არამედ სხვები საუბრობენ და ისიც გამიმეორეთ, რომ ანუ შეიძლება მოხდეს დაპირისპირება სამხედრო უკვე ხო, რუსეთს შორის და რამდენად არის აი შესაძლებელი, თუნდაც ეს ხო რეალურად თვითონ ევროპისთვისაც დაღუპვას ნიშნავს და ანუ აქეთკენ მიილტვიან, ანუ რატო არ არის თუნდაც ის რიტორიკა, რომ რაღაცნაირად ეს კონფლიქტი მე რასაც ვისმენდა ზოგადად რაც რეალობა არის, რომ არ არის ამ კონფლიქტის გადაწყვეტის რეალური სურვილი და პირიქით ესკალაცია, მუდმივად ესკალაცია მიმდინარეობს და ანუ გასაგებია იქ რომ ხა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აუცილებელია, მაგრამ ანუ რაღაც საკითხები ხო არის რაც თვითონ ევროპისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ჩვენ საუბრობთ ეს და რაღაც სოლიდარობის დონეზე გამოდის ეს, თორემ ახლა ნახეთ უამრავი განცხადება, ბოლო იყო მერცი რომ მას თქვა რომ უკრაინას მოუწევს ტერიტორიული საკითხის გადახედვა და დათმობა და ასე შემდეგ და რაღაცას პირდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას, ადრე პირდებოდნენ სწრაფი ტემპებით, აქ რო ატყდა ერთი ამბავი რომ თითქოს აი ჩვენ არ გვეხსნება მოლაპარაკებები და აგერ გაუხსნეს და ახლა რაღაცა ვადებს ასახელებდნენ. დღეს უამრავი ვადა მოვისმინეთ და რაღაც ციფრებზეა საუბარი 10 წელი მინიმუმ დაჭირდება უკრაინის გაწევრიანებას, რა 10 წელი ხო რაზე საუბრობენ ახლა ქვეყანა უმძიმეს ომშია და ერთი ადამიანი ვარ მოქალაქე, არაფერი მაქვს მოსარიდებელი და უამრავჯერ მაქვს დაწერილი ახლა ევროპის ლიდერები ჩემ პოსტებს არ კითხულობენ უბრალოდ, მაგრამ ჩემთვის გულს ვიფხან იმ კუთხით, რომ ქვეყანაზე უბნები რომ შენ იცავ დღეს ევროპის უსაფრთხოებას, ხო ამბობენ ამას, ხო არ მომიგონი არაფერი. ეს განცხადება არის უამრავი ტრიბუნიდან, უამრავი ევრობიუროკრატის მხრიდან გაკეთებული, ხო? უკრაინას ეუბნენ, უკრაინა იცავს ევროპის უსაფრთხოებას. ბიჭო, თუ მე-5 წელია უკრაინა იცავს ევროპის უსაფრთხოებას. უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო, როგორც ადამიანური,
ასევე ინფრასტრუქტურული და ეკონომიკა ჩამოიქცა და ყველაფერი და შენ ელაპარაკები ახლა რომ აიცი შენ ახლა ომში ხარ ვერ მიგიღებ, მაგრამ ომის შემდეგაც შენ ერთი 10 წელი დაგჭირდება რომ ჩემამდე მოხვიდე. მოდი მაშინ შენი ომე და მე მშვიდობას მივხედავ, ეკონომიკას მივხედავ, გამრავლებას, გახარებას, სადღეგრძელოებს. ხო და შენი ომე მაშინ და შენ ჩამოდი ჩემ დონემდე. შენ უნდა უთხრა რომ აი ამ მდგომარეობით მიგიღებ. და მე მივხედავთ რეფორმებს და ასე შემდეგ და ასე თუ არ გაატარებ რეფორმებს, აგერ უნგრეთს ხო გაუყინეს დახმარება და რა ვიცი სანქციები და მთელი ამბავი 1000 იყო ხო? წევრი ქვეყანა ნატოს და იმის ევროკავშირის. ხო დაუწესეს სანქცია არ არის 35 მილიარდს რომ გაუყინა. უკრაინასთან მიმართებით არ შეუძლიათ ეგრე რომ მიიღონ ქვეყანა იმის გამო რომ ნაომარია და საჩუქარი გაუკეთონ. და მერე დაიწყონ რეფორმა და რა მოუვა ახლა ევროკავშირს რა მოუვა ეს იმას ნიშნავს რომ საერთოდ არც აპირებდნენ მიღებას უკრაინის მიღებას და ეს იყო მხოლოდ ესე ვთქვათ პირობა არც ჩვენს მიღებას აპირებდნენ არც ნატოში უბრალოდ ჩვენ ხელისუფლებამ ასე ვთქვათ ჭკუა იხმარა და გათვალა და ყველაფერს დაარქვა თავის სახელი ახლა მოსწონ თუ არ მოსწონ ომი დაიწყო თუ არა ანუ რუსეთის აგრესიისთანავე ორი ნეიტრალური სახელმწიფო ძალიან მოკლე ვადებში გახადეს ნატოს წევრი. ჩვენ გავართ ვაკაკუნებთ მე-4 საუკუნეა. იყო ადრე განცხადებები რომ აი ახლა ცუდი დროა, რაღაცა უკეთეს უკეთეს დროს უნდა დაველოდოთ და აი ფიქრობდი სულ და რა ვიცი ახლა სოციალური ქსელიდან გადაცემებშიც უამრავჯერ მithქვამს და ამიწერია რომ რა დროს ელოდებიან. ანუ რუსეთს რო აი ლომს რო კლანჭები მოაჭრა და კბილები ამოუღო და აი მე ახლა თუ კბილები აღარ ეკნება და კლანჭები აღარ ეკნება მე ახლა მინდა უსაფრთხოების ქოლგა ჩემი ქვეყნისთვის ჩემი ხალხისთვის და ახლა იმას რო ის რო დაბერდება და დაჩაჩანაკდება და კბენას რო ვეღარ შეძლებს რა მე რაღაც მინდა ნატო კი ბატონო კარგია მე რაც ვიყოთ მაგრამ დღეს რას მეუბნები და ამბობდნენ რომ საქართველოს შეესაბამება ნატოს წევრობას. უამრავ ნატოს იმას გენერალურ მდივნებს უთქვამს. ნატო აი რუსეთის ფაქტორი თან ამბობენ რომ არავის აქვს უფლება მესამე ქვეყნის გადაწყვეტილებაში ან მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება ნატოს და კანდიდატი ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს და ეს ნატოს გადასაწყვეტია. და თან რუსეთის ფაქტორს ითვალისწინებდნენ. ხო, ამას ხო უყურებთ წლების განმავლობაში, ხო? და მე უცებ აღმოჩნდა, რომ საქართველოს კარგად, ცუდად ხო აი 21 წელს რაღაც მდგომარეობაში ხო ვიყავით და ხომ შეეძლოთ ეთქვათ, რომ მოდი ჩვენ ფინეთთან და შვედეთთან ერთად საქართველოს მივიღოთ ნატოში. ეხლა აქედან თუ ვინმე გამოვიდოდა და იტყოდა, რომ იცით რა, აი ჩვენ მზად არ ვართ ჯერ. მაშინ რაღაცა შეიძლებოდა რომ ეჭვი შეგვპაროდა რომ საქართველოს რაღაც აი კურსს უხვევს და რაღაცა 2012 წლამდე ხო იყო დასავლეთის ასე ვთქვათ ასე თუ ისე ფავორიტი მთავრობა მაშინ რატო მაშინ ჯერ ერთი ის ვერ გაბედეს ბუხარესტში მაპი მაინც მოენიჭებიათ და ბევრი ამ მაპს ხატავდა რაღაც უსაფრთხოების გარანტა და ფერი გარანტი მაპი არ იყო აი მასზე ზღიათ მაქვს ნათქვამი ყოველთვის შენ როცა რუსეთის ფაქტორს ითვალისწინებ ანუ ფაქტორი რას ნიშნავს რომ შენ ესე იგი ფიქრობ რომ მე თუ დავიწყებ ახლა აქტიურად საქართველოს გაწევრიანებას ნატოში შეიძლება საქართველოს ამით საფრთხე შეუქმნა ხო მინიმუმ ან შეიძლება მომიწიოს ნატოზეა საუბარი უკვე რომ საქართველოს გამო რუსეთთან დაპირისპირება. მეტი სხვა რა ფაქტორი არსებობს რუსეთის, ხო? ხო და მაპი რას ნიშნავს? მაპი ნიშნავს იმას, რომ შენ აცხადებ, რომ საქართველოს 100%-ით გახდება, ან რომელიმე ქვეყანა, ვისაც ანიჭებენ ნატოს წევრი, უბრალოდ ვადა არ ცხადდება. და შენ ამით უყური აი ახლა სიტყვაზე 2008 წელს რომ მაპი მიეცათ რუსეთს ხო შეიძლება გაჩენოდა სურვილი რომ სანამ ახლა ამას გააწერენ მოდი ახლა მთლიანად გავანადგურებ საქართველოს და დღეს ახლა რომ აიღონ მაპი მოგცენ რა თქმა მაპი მაპი არის რაღაც მექანიზმი იმისა რომ გარკვეული ანუ იქ იწერება კონკრეტული პროგრამა გეგმა არის რომ
რა ღონისძიება ვადები კი ყოველწლიურად იქ რაღაც იწერება, მაგრამ აი საბოლოო მიზნის ვადა არ წერია, რომ აი როდის მიგიღებენ. ანუ გაწევრიანების გეგმაც არ არის რეალურად. გაწევრიანის გეგმა მესმის ასე სიტყვაზე 5 წლიანი და 5 წლის მერე შენ მზად ხარ და ნატო აცხადებს, რომ აი უკვე დავიწყოთ გაწევრიანების პროცესი. და ამ შემთხვევაში, როცა აი აგერ ხახა გაღებული აქვს იმას გამზადებულია, ხო? და შენ ამბობ, რომ აი მაპს ვანიჭებ საქალის. შენ ეუბნები, რომ მოდი სანამ წევრი გახდებ, ანუ აი ეს ყადაღებული მე-4 მუხლი, მე-5 მუხლი, მე-5 მუხლი წევრზე მოქმედებს და არა კანდიდატზე. გინდა მაპი კონდეს მინიჭებული და გინდა სამჯერ მაპი. ხო? და შენ ეუბნები, რომ აი ჯერ სანამ წევრი არა, მოდი აბა დაარტყი საქართველოს. მე ილაპარაკე რამდენიც გინდა რომ აი მაპი კანდიდატი და რაღაც არაფერი არა. ეგ კი არა, მე-5 მუხლიც ვინც ყურადღებით წაიკითხავს, მე-5 მუხლიც არნიშნავს იმას, რომ მთელი ნატო ჩაებმება ნატოს წევრი ქვეყნის დასაცავად. აბა წაიკითხონ უკეთ. იქ განხილვა იწყება დახმარების და ვისაც რისი საშუალება ექნება იმ ფორმით და იმ დოზით ჩაერთვება. როგორც ყოფილა ერთხელ ამოქმედა მე-5 მუხლი და ნახეთ ჩვენ ნატოს წევრ ქვეყნებზე მეტად ვიყავით წარმოდგენილი ავღანეთში, როცა ამერიკა მე-5 მუხლის ამოქმედება მოითხოვა, ჩვენ არ გვევალებოდა. ჩვენ გავიღეთ, მარც ახსოვთ დღეს ეს არავის. ხო და ეს იყო ახლა მე რომ დაუბრუნდე იმას, ანუ 2022 წელს როს დომოდათ, აი რომ ქონოდათ გეგმაში საქართველოს მიღება, კი არ შეხედავენ ვინ არის ხელისუფლებაში. რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ხელისუფლებაში, შენ თუ აქ გააქვს ინტერესი კავკასიაში და თუ გსურს რომ ეს სახელმწიფო იყოს პირიქით შენ ამ ხელისუფლებას უკვე მოიბამდე ბოლო ადრე თუ გვიან ხელისუფლებები იცვლებიან ჩვეულებრივად. ხო და მოკლედ როგორც ჩვენს მიმართ იქცევიან და მოიქცნენ უსამართლოდ და იმედგაცრუება სრული აბსოლუტურად. აი არც კი წამოსთენი არავის საქართველოს საკითხი, თუმცა ომამდეც ჩასული იყო აქედან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პირდაპირ ეუბნებოდა, რომ მოდ არანაირი მაპი და რაღაც დავაყენოთ საკითხი საქართველოს წევრობაზე. ეს საუბრები იყო ბრიუსელში. და იქედან არაფერი. და უცებ მერე ომი იწყება და სხვა ქვეყნებს იღებენ ნატოში. მესმის იქ გამოცანა ახლა მე რო დადგა შვედეთის და ფინეთის საკითხი, მაშინ რო უკაც გამოვაქვეყნე, ახლა გამიუქმნა Facebook-მა ეს გვერდი და იქ ეგრევე გამოჩნდა სურათი, რისთვისაც ეს გააკეთეს. ნატოს მოემატა 1500 კილომეტრი საზღვარი რუსეთთან და კალინინგრადი, არა მხოლოდ კალინინგრადი, არამედ თვითონ რუსეთის ბალტიის ფლოტი აღმოჩნდა ალყაში. ანუ ბალტიის ფლოტს დღეს ნორმალურად გაშლის საშუალება არ აქვს. ყველა მხრიდან ნატოს წევრი ქვეყანა არ არის ის დიდი ზღვა ფართობით. და ყველა მხრიდან ნატოს წევრი ქვეყანა ესაზღვრება. ფაქტობრივად ბლოკირებულია. ხო, მაგრამ ანუ რუსეთს მე როგორც ვიცი, უკრაინასთან მიმართებაში და აი კავკასიის ქვეყნებთან დაკავშირებით სხვა დამოკიდებულება აქვს რეალურად რაღაცა უფრო აი ეს თუნდაც გაცხადებული აქვს თვითონ და ზუსტად ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო რუსეთს მარატო დაიწყო ომი უკრაინასთან. გავლენის ზონას გულს. კი, ხო და შესაბამისად იყო თუ არა საერთოდ ეს რეალობაში, ანუ პერსპექტიული რომ უყურეთ ჩვენ ან უკრაინა ყოფილიყო რეალურად რამდენად რეალური იყო ეს ხო სხვა თემაა, შეიძლება ჩვენ ვოცნებობდით და რაღაც ზედმეტ ილუზიებში ხო ზედმეტ ილუზიებში ბერკეტი ხო არ იყო ერთ-ერთი ხო ზედმეტ ილუზიებში შეიძლება ვიყავით და ახლა მათ რა ქონდათ გულში ეს გამოჩნდა და გამოჩნდა ის რომ არ ქონდათ ეს გულში რომ ქონოდათ ბოლო 2012 წლიდან სადღაც აი არ ვიცი 21 წლამდე, აი 20-მდე სანამ იქ რაღაცები დაიწყო ამ კანდიდატობის და იმის გამო 21-ი ძალიან კარგად იცოდნენ ახლა ჩვენ მე ახლაც ვამბობ იმას რომ მეკითხებოდნენ და სულ მაბრალებდნენ ახლა იმას რომ ვერ გავთვალე რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი ახლა ერთი რატო უნდა გამეთვალა მე არ ვთვლი თავზე არც ბზეჟინსკი ვარ და არც ის მე უყურებდი რეალობიდან გამომდინარე რისი რესურსები აქვს რუსეთს და
საუბრობდი მოლოდინებზე, რომ გაამწვავებდა დონბასში. გამწვავებაში ახლა ისედაც წავე იყო გულისხმობ უარესი გამწვავება იგულისხმება სამხედრო მოქმედებების განახლება, თორე ისედაც იქ არ შეწყვეტილა სროლები, ხო? და არა ყველა შეკითხვას რომ მისვამდნენ და იქ რაღაც სცენარები სხვადასხვა ორგანიზაციების და ექსპერტების მიერ საერთაშორისო მსოფლიო ექსპერტებს გულისხმობ, დასავლეთის ექსპერტებს რაღაც რუკებსაც ხატავდნენ, რომ აი რუსეთი შეუტევს. რეალურად ასეც მოხდა, კი ბატონო, მე შევცდი. მაგრამ ჯამში ვინ შეცდა, მე შევცდი თუ რუსეთის გენშტაბი დღეს რო უყურებ ვითარებას, ანუ რუსეთს ხომ არ აღმოაჩნდა იმის რესურსი, რომ აემოდენა ტერიტორია, ანუ ფრონტის ხაზი გაგ 2000 კილომეტრი. 2000 კილომეტრი ფრონტის ხაზზე როგორ უტევ 250,000-იანი ჯარით. მაგდენიც არ ყავდა ომის დასაწყისში. და რაც ვისწავლე, იმას საუბრობთ. მაგრამ ეხლა რეალობა რა არის? ხო არის რომ ანუ აქვს რუსეთს მაინც უპირატესობა. უპირატესობა აქვს უკრაინასთან შედარებით, მაგრამ ეს უპირატესობა არ არის ისეთ მკაფიოდ გამოკვეთილი იმ კუთხით, რომ აი ბრძოლის ველზე კი დინამიკა არის უკრაინისთვის არახელსაყრელი, რუსეთი ნაბიჯ აი რამდენიმე წელია მიიწევს წინ, ყოველდღე 100 მეტრი, ზოგან 500 მეტრი ხან რაღაც გარღვევაა და 1-2 კილომეტრი წაიწევენ წინ, მერე ისე ვიყინება. მე ვაკვირდები ლამის ყოველდღიურ რეჟიმში უკრაინულ რესურსს შეგნებულად არ უყურებს ხვას, აი არის deep state ესე ქვია რუკას, ანუ საიტს, სადაც ყოველდღიური განახლება ხდება მთლიანად აი ამ მთელ ფრონტის ხაზზე და იქ არის აი მონაკვეთები, სადაც მაგალითად ყოველდღე მიიწევს რუსეთი, მერე იყინება, შემდეგ სხვა მიმართულებით აქტიურდება და ასე შემდეგ, ანუ მთლიანობაში, აი მას შემდეგ, რაც რუსეთისთვის ხარკოვის მიმართულება და ხერსონი ჩამოიშალა, ხო, მერე ესე ეს დაიწყო 2023 წელს ჰქონდა უკრაინას ეგრეთ წოდებული კონჩეტევის მცდელობა, რომელიც წარუმატებლობით დამთავრდა და ამის შემდეგ იწყებს რუსეთი უკვე გადადის მთლიანად მთელ ფრონტზე შეტევაზე, მაგრამ იქ თავიდან რაღაც მეტი ტემპები იყო და ეს ტემპები არის შენელებული. ძალიან ნელი ტემპით უტევს რუსეთი, ამას ბევრი ფაქტორი აქვს და პირველი რა თქმა უნდა დრონებმა მთლიანად შეცვალა, ომის ხასიათი შეცვალა მთლიანად. ანუ შენ დღეს ბრძოლის ველზე ვეღარ იმალები დრონების გამო. ის კოსმოსური დაზვერვა, საჰაერო დაზვერვა, სხვები კი ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ისეთი ეფექტიანი, როცა პატარა დრონი დაფრენავს და ყველა იმაში სანგარში მიძვრება და ანუ შეუმჩნეველი დღეს აღარ არის არაფერი, ათასობით თუ არა ასობით დრონი დაფრენავს ყოველდღე ამ ესე იგი ბრძოლის ველზე და მთლიანადაა შეცვლილი ხასიათი და მაგის გარდა ბოდიში თვითონ აი თანამედროვე იარაღის ეფექტიანობა მისი გამანადგურებელი თვისებებიდან გამომდინარე, ანუ ეხლა ერთია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვი და რაღაც არტილერიო სისტემა და აბსოლუტურად სხვა არის დღეს დაწყებული ჩვეულებრივი საარტილერიო ქვემეხებით დამთავრებული რეაქტიული სხვადასხვა დანადგარებით, რომელიც ორივე მხარეს აქვს საკმაოდ თანამედროვე, ხო? და მათი დაზიანების მასშტაბები და ეს არის საკმაოდ ესეთი, რომ დღეს შენ როგორც იყო ახლა მეორე მსოფლიო ომის დროს ურავ აშა ასეულო წინ და რაღაცა აღარ გამოდის ამ მთელი ფრონტით შეტევა, მაშინ თუ იხოცებოდა სიტყვაზე 10 კაცი, ახლა იღუპება 1000 კაცი, უხეშად ვამბობ, ანუ ესეთი მასშტაბებია მიარაღიდან გამომდინარე, პლუს დრონები, ხო? და ანუ ის აღარ არის ის ხასიათი, რაც იყო ადრე, მაგრამ ყველა შემთხვევაში მაინც ის არის, რომ რუსეთს აქვს სტრატეგიული უპირატესობა ფრონტის ხაზზე, თუმცა მთლიანობაში რუსეთისთვის გარკვეულწილად რაღაც ვადები აი ამ
მისი უპირატესობის იწურება. უკრაინა რა თქმა უნდა თავისი პარტნიორების მეშვეობით ახერხებს საკმაოდ გაიზარდა დრონების წარმოება და ეს აისახება ბრძოლის ველზე და ვხედავ ჩვენ უკვე გარღვევს სხვადასხვა მიმართულებით სანქტ-პეტერბურგი იქნება მოსკოვში აგერ გუშინ თუ გუშინ წინ დრონი ჩამოვარდა გამოიწვია პანიკა ვხედავთ რა დღეშია ახლა რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელი თუ სხვა ნავთობ ტერმინალები ტუაფსეშია ძალიან მძიმე მდგომარეობა ახლახანს იგივე იყო პერმში და ასე შემდეგ ახლა არ ჩამოვთვლი ობიექტებს მხარეს არის ხო ნუ რა თქმა უნდა რუსეთი ახლა რამდენიმე წელია ამას აქვს უპირატესობა ავიაციის მხრივ დრონების წარმოება რუსეთმა ძალიან გაზარდა და თუ საწყის ეტაპზე ჩამორჩებოდა უკრაინას დრონების მხრივ შემდგომში პირიქით ესე იგი რა ვიცი მრავალჯერ გადაუსწრო მაგრამ ახლა რაღაც იგრძნობა გათანაბრება აქ ახლა იმდენად მნიშვნელოვანი ის არ არის დაუშვათ შეიძლება რუსეთი დრონების წარმოების მხრივ ისევ აღემატება უკრაინას, მაგრამ აი უკრაინის მიღწევები ამ კუთხით თუ რა მოცულობას მიაღწია როგორც წარმოებამ დრონების, ასევე გამოყენებამ ბრძოლის ველზე ეს რამდენად კრიტიკულია რუსეთისთვის. შეიძლება რუსეთი დაუშვათ დღეს უშვებდეს და იყენებდეს ორჯერ მეც, ხუთჯერ მეც ვიდრე უკრაინა, მაგრამ უკრაინამ მიაღწია ისეთ დონეს, რომელიც კრიტიკულია რუსეთისთვის და კონკრეტულად რუსეთის საჰაერო თავდაცვისთვის, ანუ ხდება გადატვირთვა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების და გარღვევა, ამის მაჩვენებელია. ის კონტროლი რთულია, ხო? ნუ მაგის გარდა მე არ ვიცი რატომ აქამდე ახლა მე ის მაგათ რჩევებს არ ვაძლევ უკვე მომხდარ შემდეგ რა მნიშვნელობა აქვს. რატომ არ გააკეთეს მეხუთე წელია ომია, აი რა უნდა ძირითადი ნავთობ და ენერგო ობიექტების დაფარვა საერიდან. მეორე მსოფლიო ომში ახერხებდა სტალინი აეროსტატები დაფრინავდა და მოსკოვის თავზე ბადეები იყო და ასე შემდეგ. მთელი მოსკოვი იყო დაფარული. ქვიშაში ჩამარხეს მთელი მოსკოვი. და მარტო მოსკოვი კი არა, სანქტ-პეტერბურგი და ასე შემდეგ კულტურული ობიექტები დაიცვეს. ლამის კრემლი იყო ახალი მაკეტები და ის ანუ ისეთი შენიღბვა მიდიოდა. ახლა დღეს ასეთი შენიღბვა რა თქმა უნდა რთულია, შენ რაც არ უნდა ახლა რაღაც მაკეტი. თუმცა ესეც გამოიყენება, მაგრამ ის რომ დრონებისგან რაღაცა ბადეებით მაინც დაეცვათ ეს ტერმინალები და რეზერვუარები განსაკუთრებით, ხო? ნუ წარმოუდგენელი სიბეცია უბრალოდ. ხო, განსაკუთრებით ახლა ფრონტის ხაზიდან ახლოს. და მეორე რაც არის პრობლემური რუსეთისთვის, ეს არის ეკონომიკა. ახლა მეხუთე წელი რუსეთისთვის ომი მარტივი არ არის და ეს სანქციები თავისთავად, მაგრამ ეკონომიკურ მახასიათებლებზე ეს ემჩნევა უკვე და წელს უკვე პრობლემური ბიუჯეტი ექნება წინა წლებთან შედარებით, მაგრამ ომმა ხო ეხლა ხელი შეუწყო, უყურეთ, აი სილვანოვმა თქვა რუსეთის ფინანსთა მინისტრია, რომ რაც ორ თვეში დააკლდა რუსეთის ბიუჯეტს, აი ამ ომის შედეგად გამოწვეული ნავთობის ფასის ზრდის გამო იმდენივე მოემატა 200 მილიარდია საუბარი და ახლა უყურეთ 200 მილიარდი რუბლია კი ბატონო დოლარებში გადაიყვან სხვა თანხა, მაგრამ რამდენია რუსეთის ბიუჯეტი ტრილიონებში. ესე იგი რა გამოდის რომ ორ თვეში თუ 200 მილიარდი უნდა დაკლებოდა 6 თვეში 12 თვეში გამოდის 6-ჯერ 200, ესე იგი ტრილიონ 200 მილიარდი უხეშად ახლა გასაშვალოებული მას ვიგებ. შეიძლება მეტიც ყოფილიყო, შეიძლება ოდნავ ნაკლები, მაგრამ დაახლოებით ტრილიონ 200 მილიარდი რუბლი უნდა მოკლებოდა, ესე იგი უკმარისობა უნდა ქონოდა იმ ფასებით რო გაგრძელებულიყო, როგორც იყო ირანის ომამდე. ხო? და ახლა გამოდის რომ თუ ეს კიდევ გაგრძელდება და ნავთობის ფასი თუ ისე ვიცურავებს სადღაც 90-დან 120 დოლარის ფარგლებში, რუსეთისთვის ეს არათუ კომფორტულია, აი მისწრებაა პირდაპირ აი ამ მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო. ახლა გაისად და შემდგომში რა იქნება ეს ბევრ ამეზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება, მაგრამ წესით რუსეთს ეკონომიკური პრობლემები უნდა შექმნოდა, მაგრამ ნავთობმა მიუსწრო. ახლა რაც შეეხება დასავლეთზე ვსაუბრობდით და ორი სიტყვით გეტყვით, ანუ
მიტის მილიტარიზაცია სრულად მარტო განცხადებების დონეზე არ არის, ბიუჯეტების ზრდა, სამხედრო ბიუჯეტების ეზრდება დაფინანსება და შეკვეთები სხვადასხვა მსხვილ სამხედრო წარმოებებს და სამოქალაქო მსხვილი გიგანტები გადადიან სამხედრო რელსებზე, აი კონკრეტულად Volkswagen-ზეა საუბარი, რომლის ქვეშ გაერთიანებულია რამდენიმე მსხვილი ბრენდი, თვითონ Volkswagen-ი და სხვადასხვა ახლა მოვყვები ჩამოთვლას დრო ცოტა ქუჩება და ესენიც კი რატომ? იმიტომ რომ დაიწყო დეინდუსტრიალიზაცია გერმანიაში, წარმოებების გასვლა, რა ვიცი, ამერიკაში, ჩინეთში და ასე შემდეგ დახურვა წარმოებების შემცირება და დღეს ახლა რუსეთის მაგალითზეც დაინახეს, რუსეთმა რითი მოახერხა ამ ომის დროს ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება სამხედრო რელსებზე გადასვლის, ანუ სამხედრო დოვლათს ქმნიან, რომელიც დიდხანს რა თქმა უნდა ვერი მუშაობს ესე და მე ეკონომიკა სხვა სტიმულატორები ჭირდება და ალბათ დღეს ევროპაში, ევროპის დიდმა ეკონომიკებმა დაინახეს იმის აუცილებლობა, რომ გადაერთო სამხედრო რელსებზე ორი მიზეზით. ერთი მზადება ომისთვის, რომელიც შეიძლება არ იყოს, მაგრამ დღეს ეს პოლიტიკა და ეს რიტორიკა და მეორე ეკონომიკის შესანარჩუნებლად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. ესაგებია. აი, ამ ვითარებაში საქართველოს ადგილი უსაფრთხოების კუთხით როგორ წარმოგიდგენიათ, არა მარტო რუსეთ-უკრაინის საკითხის გათვალისწინებით, ასევე რასაკვირველია, რაც ხდება ირანში და ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ ახლა იმ ურთიერთობებიდან გამომდინარე, რაც აგვეწყო ევროპასთან, ჩვენს ადგილზე საუბარი ცოტა რთულია, ჩვენ ადგილს არ ვიცვლით, არც ამოცანებს ვიცვლით, რაც გვაქვს, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ უნდა მშვიდობა, ეკონომიკის განვითარება, ისევ წელს ორნიშნასთან ახლოს მიახლოვებულია, იყო 10.3 თუ 7.1, 9.3 ეკონომიკურის და აი ამ ტემპის შენარჩუნება, თუმცა შეიძლება ეს ხან პერსპექტივაში ვერ მოხერხდეს, თუ ეს ომი გაგრძელდა დიდხანს ირანში და ნავთობის ფასების დიდან გამომდინარე თუ ეს სუდა დაისახა ზოგადად სოფლიო ეკონომიკაზე, ჩვენი პატარა ეკონომიკიდან და ჩვენი კავშირებიდან გამომდინარე, ხო, ჩვენი სავაჭრო პარტნიორებიდან გამომდინარე, თუ ჩვენ სავაჭრო პარტნიორებს, მსხვილ პარტნიორებს პრობლემები შეექმნება, ჩვენზეც აისახება ეს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ხო, ეხლა შეიძლება ხელისუფლებისთვის არაპოპულარულია ამის საუბარი, მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ იმას, რომ ეხლა ნავთობი ღირდა უხეშად $60 მეტი და დღეს არის $113 იყო ბოლოს მგონი გუშინ ნახე ფასები ბირჟაზე, ანუ $100 მეტია და ჩვენთან აისახა ხო ეს უკვე საცალო ბაზარზე. დასავლეთი როგორ ხედავს საქართველოს როლს და მათ რა აქვთ მიზნებში, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და აქ უნდა იყოს მკაფიო მათი მხრიდან. იმიტომ რომ ხშირად ის საუბრები და ის ურთიერთობები უпростоრად აცდა, მოდი ცდებოდა კი არა, ჩვენ დავინახეთ პირდაპირ რომ იყო აცთენილი მათ რეალურ მიზნებთან, ჩვენთან მიმართებით, თურმე რისთვის ვჭირდებოდით. ვისაც არ ჯერა, შეეკითხონ იმ ხალხს, ვინც იქ მუშტებს აბრახუნებდა, რომ თქვენ ახლა უნდა დაიწყოთ, თქვენ მოგეცით, ისა რა ქვია, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, თქვენ ახლა კარგად ხართ მომზადებულები და ასე შემდეგ, ცხინვალში აღარავინ არაა ცარიელია, ამას გველაპარაკებოდნენ და პლუს კიდე სხვადასხვა ტრიბუნებიდან, რომ აი მიდით გაისეირნეთ და ეს იყო ორკესტრირებული, აქ ვიღაცა ბომბების წვიმას ითხოვდა, ეხლა უნდა წაიყვანო იქ დანგრეულ ქალაქებში უკრაინაში და ერთი კვირა მაინც უნდა აცხოვრო იქ უწყლოდ და ესა რა კომფორტის გარეშე, მაგრამ კომფორტის გარეშე ესენი ხო ვერ შეძლებენ, ხო და აი ეს არის მე ლამას ხედავ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანები, სასიცოცხლო ამოცანები, რომ ჩვენ
ქვეყანაში უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, უნდა გაგრძელდეს ეკონომიკის ზრდა, ეკონომიკის დაც ისეთი თემაა ახლა დღეს, რომ აი ვიზე და როგორ აისახება ცალკე ვთლად სასაუბრო ახლა. თუ არ იქნება ეკონომიკურის და არასდროს არავისზე არაფერი არ აისახება. გამიგეთ და რომ დავეწიოთ დაუშვათ ევროპის საშუალო ცხოვრების დონეს, ამას ჭირდება წლები 10-15 წელი, ტემპი უნდა იყოს შენარჩუნებული. იქ ღმერთმა ხელი მოუმართოთ და კიდევ უფრო წინ წავიდნენ, მაგრამ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ მინიმუმ ამ დონეს უნდა მივაღწიოთ. აქ ომებით და ქაოსით და არეულობებით მაგას ვერ მივაღწევთ. აი ეს არის. ამიტომ ჩვენ გვაქვს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ გვაქვს რა თქმა ყველა ქვეყანა ამაზე ფიქრობს დღეს ახლა ევროპის ნებისმიერი კი იმათ უბრალოდ ევროკავშირი რა თქმა უნდა პირველ რიგში ეკონომიკური გაერთიანება და მათ თავისი ამოცანები აქვთ ეკონომიკური კავშირები ძალიან აისახება ანუ ნებისმიერი ქვეყნის პრობლემა ტრანსფორმაცია ხდება თლიანად ხო მაგრამ მათ თავისი ამოცანები აქვს ზოგადად მაგრამ აინც ყველა ქვეყანა იქაც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და იქ ყველა ქვეყანა თავის ეკონომიკას თვითონ მართავს, თავისი ხალხი ყველა ქვეყნის მათი საპატრონოა არავინ იქ კი გარი რაღაც ფონდები შედარებით ჩამორჩენილი ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნებისთვის და დონორი ქვეყნებიც ვიცით ვინ არიან, მაგრამ იმ დონორ ქვეყნებსაც პრობლემები აქვს, მაგრამ ხვალ მათი მიზნები რა იქნება და როგორ ეს მათი მიზნებია, ჩვენი მიზნები მე თქვი მკაფიო ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ და თუ ეს თანხვედრაში იქნება ძალიან კარგი. თუ 21 ერთმანეთს არც მაგის თქმის მერიდება, ანუ ჩვენი ეგრეთ წოდებული, ну დღეს ახლა პარტნიორებს ვერ დაარქმევ კაია კალას და მის განცხადებებს და კოლექტიურ კრებსით კაია კალასებს. ამიტომ ამბობ თუ ჩვენი ინტერესები და ჩვენი ეგრეთ წოდებული პარტნიორების ინტერესები თანხვედრაში მოვა ძალიან კარგი. ну თუ არა და დაველოდებით იმ პერიოდს როდის მოვა ახლა იქაც არ იქნება ეს პირველი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე ჩვენ არავისთვის არაფერი არ უნდა გავაკეთოთ არავისთვის. ამიგეთ ესა მთავარი და უნდა მოხდეს თანხვედრა ამ ინტერესების. ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ, აი ჩვენ ნატოზე ვსაუბრობდით და აი ბოლოს აი რაც ვისაუბრეთ, რასაც ვხედავთ ზოგადად როგორც უკრაინაში, ასე ზოგადად სოფლიოში და ჩვენთან მიმართებაში. რამდენად ხედავთ ახლა ჩვენს პერსპექტივას, საქართველოს პერსპექტივას, ზოგადად არის თუ არა საჭიროება იმისა, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტის მოდელი იყოს საქართველოს თვის და აღარ ვიძახოთ მოკლედ ნატოში გაწევრიანებაში. ნეიტრალიტეტი როგორც ასეთი რომ სახელმწიფომ გამოაცხადოს, ეს არაფერს არ ნიშნავს. აბსოლუტურად. ნეიტრალიტეტზე თან ხდება ამ ქვეყანასთან დაკავშირებული, ამ რეგიონთან დაკავშირებული ძირითადი აქტორები. ანუ უნდა შეთანხმდეს ჩვენი სამეზობლო და ძირითადი მოთამაშეები დაუშვათ ამერიკა, ევროკავშირი, სამეზობლოში რუსეთი შედის, დაუშვათ ჩინეთი, ну არ ვიცი ახლა ვინ შეთანხმდება. რომ საქართველოს არის ნეიტრალური სახელმწიფო, არც იქეთ, არც იმის მხარეს არის, არც ამე როგორც შვეიცარიაზე რაღაც მოდელი უშუალოდ. აი ესე თანხმდებიან რაღაცა სივრცის, რაღაც სივრცის ან რომელიმე ქვეყნის ნეიტრალობაზე თანხმდებიან მოთამაშეები. შენ რამდენიც გინდა გამოაცხადე, მე შენ დაპყრობა თუ უნდა სულ არ აინტერესებს ნეიტრალური ხარ თუ იმას რაღაც მიზნები გააჩნია. ამიტომ ეს ახლა პოლიტიკაში როგორ აწარმოებ დაბალანსებულად, გონივრულად, ეს ბალანსი სიტყვა სამაგასაც იყენებენ ხოლმე ის, ანუ დედის გინება უფრო მაგარი გამოდის. პრაგმატულ პოლიტიკას ეხლა რასაც ვაწარმოებთ, ხო რეალურად? პრაგმატულ მაგასაც აქილიკებენ, ანუ ეს მუშტების ქნევა და ეს თურმე მაგარია და ეს ლილიპუტინის ძახილი, რომელსაც მე ამბობს, რომ აი ყველამ გაიგონა და თურმე არ უთქვამს. ახლა ნუ ესაც ხო ის არის აბსურდია, მაგრამ დავანებოთ თავი. ნუ კარგი და პირობითად რიტორიკა ხო ქონდა მძიმე
ანუ ქვეყნის გაცხადებული პოზიცია სხვა არის და რეალურად ანუ პოზიცია რომ შენ აცხადებ რომ ნეიტრალური ვარ, თვითონ ეს პოზიცია ცალკე გაცხადებული არაფერს ნიშნავს. თუ არ შეთანხმდნენ ძირითადი მოთამაშეები. აი მაგალითად როცა უკრაინამ ბირთვული იარაღი გადასცა, ქობინები და რაღაცები გადასცა რუსეთს. აი მაშინ დაასკდნენ და შეთანხმდნენ რომ უკრაინას პრობლემები არ უნდა შექმნოდა, მაგრამ შეექმნა. და სხვათა შორის ისა რა ქვია ნეიტრალური სტატუსი ჰქონდა უკრაინას კონსტიტუციით, თუ სწორად მახსოვს ახლა არ მინდა ამერიოს ომის დასაწყისში და მერე შეიცვალა. აბა კარგად ნახონ ახლა მე გადავამოწმებ შეიძლება შევცდი და ბოდის მოვუხდი, მაგრამ შემდეგ თქვენს მსმენელს სოციალური ქსელის მეშვეობით. მაგრამ რაღაც ასე მახსოვს რომ ნეიტრალური სტატუსი ჰქონდა. ამიტომ ეს ერთი თემაა. მეორე მხარეა თვითონ ნატოს თუ აქვს გაფართოების სურვილი და დღეს მე რაღაც ასეთ სურვილს ვერ ვამჩნევ არა თუ საქართველოსთან მიმართებით კონკრეტულად ზოგადად. ანუ აქ დღეს საუბარი იმაზე გვაქვს რომ ამერიკა დარჩება თუ არა ნატოში. ახლა ტრამპს უკავშირებენ. ტრამპი არ არის მარტო მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არის რაღაც წრე, არ მინდა ახლა ამას დავარქვა, ფინანსური წრები და რაღაც წრე არის ტრამპის ირგვლივ, რომელთა მეშვეობითაც და დახმარებითაც ის მოვიდა პრეზიდენტად, ხო? ცალკე ხო არ შეუძლია არავის რა ადგეს და პრეზიდენტობა მინდა და მოვიდა, გაიმარჯვა. ეგრე არ ხდება ამერიკაში. ხო? და კი რაღაც დემოკრატები აკეთებენ განცხადებებს, მაგრამ სხვა მხრივ ახლა რაღაც სერიოზულ აჟიოტაჟს ამერიკაში ვერ ვხედავ, რომ აი შენ ნატოს ასე რატო ექცევი და რაღაც აქციები და მთელი ამბავი. ხო და ნუ პრობლემებია ნატოში. რეალურად ახლა ამ კაცმა დახმარება ითხოვა. ხომ არ იტყოდა ამ ხელა ესე იგი ამერიკას პირველობაზე აქვს და ერთპოლუსიანობაზე აქვს პრეტენზია და ახლა ირანთან მიმართებით დახმარება მინდა ხო არ იტყოდა ნატო ხარ და რაღაცა უნდა ელაპარაკოთ რომ მოდი რაღაც სიმბოლურად რაღაცა გავაკეთოთ, მაგრამ არა ყველა თავის ქვეყანას გაუფრთხილდა და თავის უსაფრთხოებას, თავის ხალხის უსაფრთხოებაზე იფიქრა, რომ ეგ რაღაც ტერაქტები არ ყოფილიყო და ირანის რაკეტები არ გაფრენილიყო ევროპის მიმართულებით. ხო და და პრიორიტეტულ ინტერესებს ალბათ, ხო? დღეს ეს ვითარება არის ახლა რომ საკმაოდ მწვავედ ესაუბრო, მე არ მჭირდებოდა ეს დახმარებაო, მაგრამ თქვენ არ დამეხმარეთო და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ. და ხვალ რა იქნება? და ნატო ამერიკის გარეშე, ნუ თვითონ ტრამპიც უძახის და სწორად ახლა გაღალდის ვებხვიაო რაღაც მე მგონი ესე ითარგმნება ქართულად და არ ვაკნინებ. უბრალოდ სხვა კონფიგურაციაა უკვე ამერიკის გარეშე ნატო პლუს მედის სერიოზული გადალაგებაც არ ქვია ამას. გადალაგება ნიშნავს რაღაცას აქედან იქეთ რომ გადაალაგებდა. აქ ჩვენ საუბარი გვაქვს ახლიდან აწყობაზე. მსოფლიო წესრიგის უსაფრთხოების უსაფრთხოების არქიტექტურა კიდე სხვა რამეა. წესრიგი ყალიბდება და ამის მერე შეიძლება რაღაცაზე ვისაუბროთ უსაფრთხოების რაღაც მოდელებს. აი ამის მოთელვა მიდის და ჩვენ აქ როგორც მინიმუმ ჩვენი ადგილი უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ. და დანარჩენი გამოჩნდება ახლა ნატო თუ ჩვენ უყურებ თავარი რა არის ახლა აქ იმაზე კი არა საუბარი რომ კონსტიტუციაში რა გვიწერია მარტო. მე არ ჩავწერდი მაგას, მაგრამ იქ იყო რაღაც სხვა პრობლემები და მოხდა და ჩაიწერა. სახელმწიფოს კურსი ხო არ შეუცვლია. არც ოფიციალურად თავშიც ვილაპარაკეთ, არც ოფიციალურად, არც მინიშნებებით და არც ქმედებებით. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, თუ ნატო იქნება, ნატო თუ ჯერ ერთი შენარჩუნდება და მე ნატოს თუ არ შეეცვლება პრიორიტეტები და მთელი ამ ხნის თანამშრომლობა მე-4 საუკუნოვანი და მეტი თუ არ ჩაიყრება წყალში მათი მხრიდან, ჩვენ არ ვყრით ამას წყალში და საქართველოს მზად არის ამისათვის. მზად არის, ოღონდ ნატო თუ იქნება მზად. მედია ხო ჩვენი ქვეყანა იმოქმედებს ისე როგორც ჩვენი ქვეყნის ქვეყნის ხელისუფლება როგორც ჩვენი ქვეყნისთვის არის. მე რასაც საუბრობ, ახლა სოციალურ ქსელს თუ გადავხედავთ, ეს პოპულარული განცხადება არ არის სხვათა შორის უკვე ნახოთ კომენტარები სხვადასხვა პოსტებზე და
ინფორმაციებზე, ნიუსებზე, როგორც ვეძახით, ნატოსი არავის აღარ ჯერა. ეხლა დღეს რომ ჩვენ გამოკითხვა ჩავატაროთ, ერთია რამდენი იქნება მსურველი და მეორეა რამდენს ექნება ამის იმედი, ანუ რამდენს ჯერა, რომ საქართველოს ნატოს წევრი გახდება. ანუ მე ვსაუბრობ, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ამის ჯერა, რომ ეს მოხდება, იმიტომ რომ ეს რომ ზდომოდათ, ამას იზამდნენ 2022 წელს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, ძალიან კარგად განვიხილეთ ეს საკითხი და კიდევ ბევრი დარჩა, მაგრამ შემდეგისთვის, ხო. და მოკლედ რასაკურველია პირველ რიგში ქვეყანას უსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, როგორც არის ახლა და ასევე მსოფლიოს. დიდი მადლობა და დიდი მადლობა თქვენ. უერთების სურვილებს.